სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დანო, დღეს ჩვენ წავიკითხეთ მეორე კორინთელთან ეპისტოლედან ფრაგმენტი. და მე მინდა ამ ორი დიდებული ეპისტოლის შესახებ გესაუბროთ. თან მithქმა მოთქმა ყველა თხოვს რომის პაპის შესახებ ვისაუბროთ და ვეცდები რომ ჩავაგდიო ამ ქადაგებაში და ამ განმარტებებში ამ თემასაც შევეხო. ძმანო და დანო, რომელთა მიმართ კორინთელთა მიმართ ეპისტოლე ორივე საოცარი ეპისტოლია და მან აქ მოცემულია მთელი რიგი თავარი ახალი აღთქმის თავარი ცნებები. აი მოკლე ექსკურსი მიმოხილვა რო გავაკეთოთ, რა დღის ამ ეპისტოლეებში პირველში არის პავლე მოციქული საუბრობს, მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი ვარ, ანუ ლაპარაკობს სხვადასხვა დაჯგუფებებზე, რომ ესეთი რამ რეალში არ შეიძლება. აი ეს ცნობილი ამბავი, ეს საინტერესო თემა ზუსტად ამ ეპისტოლეში. ან პირველი თავი კორინთელთან მიმართ ეპისტოლეში ჩვენ კითხულობთ არაჩვეულებრივ ქადაგებას სიტყვას პავლე მოციქულისა ჯვარზე ცნობილი. ასევე დიდებული ცნება ახალი აღთქმისა, რომ ყოველ კაცს ყავდეს ცოლი და ყოველ ქალს ყავდეს თავის ქმარი. ერთ-ერთი არ არის იმაზე ლაპარაკი, ხა თუ მონაზვნად მიდის, თუ წმინდა ცხოვრობს, ისე რომ ეს სხვა თემაა, მაგრამ ძირითადად ცნება არის ესეთი, რომ კაცს ერთში მცხოვრებ კაცს ყავდეს ცოლი და ერთში მცხოვრებ ქალს ყავდეს ქმარი. ესეთ დიდებული ამ ეპისტოლედან არის მოცემული. ასევე პირველ კორინთელთან მიმართ ეპისტოლეშია თუ სულიერი თესე რა მოხდა ხორციელი რომ მოვიმკო თქვენგან და აი დღევანდელ პრაქტიკაში ზუსტად ესია. მღვდელი ემსახურება მრევლს, მრევლი ემსახურება იმით, რომ თავის შენაძვილობით ეხმარება, აი ამ ცნების მიხედვით ეხმარება სასულიერო პირებს. არაჩვეულებრივი იუდეველთან ვითარცა იუდეველი. გესმით ძმანო და დანო? წარმართთან ვითარცა წარმართ. ანუ იუდეველთან განა იუდეველი ზოგიერთ რო უყვარს ამ ადგილის მოხმობა ეკუმენისტებს ამბობენ. აი პავლე რას ამბობს, იუდეველთან იუდეველი უნდა იყოს, არ უთქვი ესე პავლეს. იუდეველთან ვითარცა იუდეველი. ანუ ეს არის რაღაცნაირი მახე მათ მოსაქცევა. გამიგეთ ძმანო და დანო? აი იქნებ აქ ჩავსვათ და დღეს რომის პაპის შესახებ აქ თქვათ. მაგალითად მე მიჭირს რატომ იცი რომ მოკლედ ესე ვთქვათ, საშინელება და ტრაგედია ის კი არ არის რომის პაპი რო ჩამოვიდეს საქართველოში, ალბათ თუ ცდებით მე თქვა, საშინელება და ტრაგედია ის არის ხალხმა არ იცის განსხვავება სრულ ეკლესიის და ჭეშმარიტ ეკლესიას შორის რა განსხვავება და დღეს ზუსტად ამას ამბობენ. არაფერი განსხვავება არ არის რომის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის, არანაირი განსხვავება არ არის. და ერთმა დასცინა, ვიღაც პროფესორი იყო, რომ აი ესო ამბობენ რომ მამისაგან გამოდის და კათოლიკები ამბობენ ძისაგანაც გამოდის, ამას ეს რა განსხვავებაა და ბოროტად მალავენ. მარტო ეს არ არის, თუმცა ამის შესახებ შეიძლება ვილაპარაკო. თავარი, ერთ-ერთი თავარი, უდიდესი შეცდომა ძმანო და დანო კათოლიკების ის არის, რომ ისინი აღიარებენ რომის პაპის პრიმატს, ანუ
რას რომ რომის პაპი რომ გამოვა ამბიონზე რასაც ამბობს ქრისტე ამბობს ეს სერიოზული შეცდომა ზოგი ამბობს რომ კათოლიკებო არა ეგრეო იგონებენ მართლმადიდებლებიო როგორ არა აი ზუსტად განათლება აკლია რომ თუ ეკლესიის ისტორიას და გაუნათლებლობაში დებენ ბრალს ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავ ზუსტად ამის გამო მოხდა განხეთქილება ზმანო და და იმიტომ რომ ლეონ მეცხრე რომის პაპი განხეთქილება რომ მოხდა მე-11 საუკუნეში იმ დროს რომის პაპა ზუსტად ეს განაცხადა რომ მე უნდა დამექვემდებარო ყველა რასაც მე ვიტყვი ის უნდა იყოს ეკლესიაში კანონი ეს კიდე მძიმე მოსასმენილი იყო ამპარტავანი კაცისგან ზვალ ამასო კაცი იტყვის ვინც არ უნდა იყოს ის უკვე ხიბშია და იმ ელემენტარულად ყველა მართლმადიდებელი ჩვენ მივხვდებით რომ ეს არის ტიპიური ხიბლი ეს არის ტიპიური პაპიზმი ეს არის ტიპიური დიქტატორა ძმანოდა ესე საერთოდ არ წერია წმინდა წერილში არაფერი მსგავსი არ წერია და ამიტომ განსხვავება დიდია მე ძალიან უყვართ რაბნელები არიანო ზოგიერთ მართლმადიდებლებზე ამბობენ რომ ევროპის ამხელა მეთაური ჩამოვიდაო თავარი რელიგიის და ამას კი ამბობენ მაგრამ ავიწყდებათ რა იყო ეს რა ისტორია ქონდა ინკვიზიცია დაუწყდა ხალხს როწავდნენ დაუწყდა აბა ეს მართლმადიდებლებს ეკნათ აბა ეს სწავლება ყოფილიყო მართლმადიდებლური ზმანო და დანო ასე რომ განსხვავება დიდია მე ვფიქრობ ამას რომ რომის პაპის ჩამოსვლა საერთოდ არ არის საშიში მე ვფიქრობ შეიძლება ვწდები და მეკმავა რომის პაპის სვეტი ცხოველში შეშვება რომის პაპის სვეტი ცხოველში შეშვება რომ არ შეუშვა რომის პაპი სვეტი ცხოველშიო ზმანო და დანო ეხა რომის პაპს ვერ აუგზავნა როგორც ტურისტ ჩამოვიდეს თქვა და საქართველოში და შევიდეს სვეტი ცხოველში აი საკურთხეველში ეს ცოტა სხვა თემა და არც მომხდარა საკურთხეველში არც შეუშვიათ ზმანო და დანო ეს ერთი მეორეც ზოგიერთი ამბობს რომ პატრიარქიო მიმართავდაო არასწორად თითქოს რომის პაპს და ასე შემდეგ მე თავიდან ბოლომდე დიდი ყურადღებით უსმენდი პატრიარქს არაფერი პატრიარქს არ შეშლია უფრო მეტი ზმანო და დანო ერთ კარგ რამეს გეტყვით და ვთავაზ პატრიარქმა უთხრა თქვენი ეკლესია დაასა პეტრე მოციქულმა ხოლო ჩვენი ანდრია პირველწოდებულმა განა ზოგიერთმა ნუ არასწორად გაავრცელა შემდეგ რომ თითქოს ან არასწორად გაიგო არ ქონდა მოსმენილი და შემთხვევით გაავრცელა არ ზოგმა ნუ არასწორად გაავრცელა პატრიარქმა უწოდაო რომ თითქოს ჩვენ და ესენი ძმები იყვნენ რომ პატრიარქმა უწოდა თითქოს კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესია ძმები ვართ ესეთი რამ პატრიარქს არ უთქვია აი პატრიარქმა რა თქვა თქვენ გახსოვთ გიორგი ცათმინდელი მე-11 საუკუნეში ანტიოქიის კრებამ პატრიარქმა დაიბარა და უნდა დაქვემდებარება ქართული ეკლესიის პატრიარქმა უთხრა თვის სიტყვა გიორგი მთაწმიდეს გიორგი მთაწმიდელი წამოდგა და ზუსტად იგივე უთხრა და აი ეს თქვა პატრიარქმა ამ კონტექსტში თქვა გიორგი მთაწმიდებელმა უთხრა თქვენო პეტრე მოციქულის საყარზე ზიხართო ხოლო ჩვენო ანდრია პირველწოდებულისო ხოლო უმჯობესიაო პირველწოდებულს ანუ ვინც როდესაც ანდრიის მაცხოვარმა ანდრიას მოუწოდა პირველადო თუ დაქვემდებარებაზეა საქმე ჯობიაო პირველ მოწოდებულს დაექვემდებაროთო ვიდრე ჩვენ თქვენ გამიგეთ აი ამ კონტექსტში უთხრა პატრიარქმა აშკარა იფრეს აბა რატო თქვა ეს სიტყვები საერთოდ პატრიარქმა რომის პაპმა იცის რომ პეტრემ განანათლა რომი და ანდრიამ საქართველო მაგრამ აი ამ კონტექსტში უთხრა ძმანო აშკარად თუ ამას აქ როგორ არ უნდა დაინახოს მე უთხრა ეს ჩემი ის არის ალბათ მაგრამ მე ჩემი აღქმებია ესეთი და გახედა და პატრიარქმა უთხრა რომის პაპა რაღაცა დაკ ესეთი რამ ჩემებურად აღვიქვი მე და თითქოს ქვეტექსტით ესე უთხრა რომ თავი ტყილად ნუგონია პატრიარქთა თანასწორი რაღაცა თითქოს ასე უთხრა პაპა
რომის პაპა. ნუ კაი ეს ამას დავაყენოთ. და ზმანო და დარო. პატრიარქმა თქვა ასევე ჩვენ ერთი სარწმუნოება ჭეშმარიტი სარწმუნოება აი მე არ მინდა ეხლა რაღაცა ჩემი სიტყვებით თქვა მოკლედ პატრიარქმა ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ ისაუბრა და რაღაც დაახლოებით ასე თქვა ეხლა ზუსტად ვეღარ ვიხსენებ რომ ჭეშმარიტი სარწმუნოებით მოკლედ ქვეტექსტი ესეთი იყო რომ ჭეშმარიტის თუ ურთიერთობა ჩვენ შორის იქნება ეს იქნება მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოებით ამაშიც ჩვენ უნდა დავინახოთ ის რომ პატრიარქმა უთხრა რომ თუ ჩვენ გაერთიანებაზე იქნება ლაპარაკი ეს მხოლოდ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში გაერთიანებაზე აი თქვენ ერთად მოусმინოთ ჩვენ და ნახავთ რომ იქ არაფერი არ არის აბსოლუტურად ისეთი რომ ეს დანარჩენი ზმანო და დანახა ჩვენ აგერ კათოლიკები იცით რამდენჯერ ვისაუბრია კათოლიკებზე რამდენჯერ ხო და რა თქმა უნდა თქვენ უნდა მე ვალია ჩემი რომ განგანაღლოთ და გითხრათ და გასწავლოთ რა განსხვავება ჩვენსა და არასწორ სარწმუნოებას შორის მაგრამ ეს ერთი ეს ჩვენი მოვალეობა მაგრამ თუ კათოლიკი მოვა ჩემთან სტუმრად და იმას ხარ დაუწყებ მე სტუმრად მოვა სტუმრად მივიღებ კარგად დაველაპარაკე თუ დამიწყებს მეც დავუწყებ რომის პაპსაც არაფერი არ დაუწყე. ასე რომ აქ არაფერი არ არის ისეთი გაწყვეტილი. რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო ის რომ რასაც აკეთებენ საქართველოში კათოლიკები, რა თქმა უნდა, აი ეს არის საერთო. რო ხსნიან პოლიკლინიკებს, იბირებენ ხალხს, აძლევენ ფულს და ასე შემდეგ. აი ეს არის საერთო. ხოლო ახლა რასიზმი ხა კათოლიკებს ვარ დაუშვეს საქართველოში აღარ ჩამოვიდა. სვეტყოში მუსულმანების სავსეა ათვალიერება. პირიქით ეს შეიძლება კარგიც საკურთხეველში არ შეიძლება შესვლა. პირიქით მე ვარ მოსვე რამოდენიმე სასულიერო პირთან რომ ერთად ათონის დაზე როგორ მოვიდნენ კათოლიკები და მიიღეს ძალიან დიდი სიყვარულით იმ გაგებით რომ იქნებ მოიქცენ და ასევეც გვითხრეს რომ ბევრი კათოლიკი მოქცეულა როცა დაუნახიათ მართლმადიდებლური უნახიათ ღვთისმსახურება და ასე შემდეგ. ასე რომ მე ესე განმარტავ აქ რომ ტრაგედია ის არის რომ ზოგს გონია რომ კათოლიკური ეკლესია მაცხონებელი ეკლესია ზოგს გონია და მიდაპირ გადაგებს რომ ეს არის ისეთივე მართლმადიდებლური ეკლესია როგორც ჩვენ მოკლედ მართლმადიდებლები ესე ასევია კათოლიკური ეს არ არის სწორედ რომ აი ეს არის ტრაგედია ესაზროვნება ტრაგედია და ახლა რომის პაპი ჩამოვწა და პატრიარქს სტუმრა და რასეთუდა ეხლა პატრიარქი არ ეთქვა დაწადი აქედა შეფეხი არ დავინახო მიიღეს ერთმანეთი როგორც სტუმარი მიიღეს და იყო ესეთი ლამაზ შეხვედრა როგორ ნუ პატრიარქის მხრიდან ყველაფერი გაწონასწორებული და არაჩვეულებრივად მასპინძლობა გასწია პატრიარქმა არაჩვეულებრივად ეს ერთი მეორეც რამ ძიმია წარმოიდგინეთ ხო ძიმია ეს რომ პატრიარქთან მოდის ასეთი სტუმარი და იმის ნაცვლად რომ ჩვენ პირიქით რაღაცნაირად ლოცვით დავეხმაროთ პატრიარქს ზოგიერთი ზის და უჩიჩინებს რომ აი რაღაცარები დაი და რომ პატრიარქს ასწავლი ეხლა შენ მე ვფიქრობ რომ არა მარტო რელიგიურ ლიდერებში არამედ პოლიტიკურ ლიდერებშიც კი ისეთი დიპლომატიური და ან თუ კიდათ ეს სიტყვა არ ვახსენებ ურთიერთობები პატრიარქმა რო იცის სხვაებთან სხვა ადამიანებთან სხვა აზროვნების ადამიანებთან ესეთი არ იცის არა ერთი გამოწვდნილია უკვე ხო წარმოიდგინეთ რა ეპოქები გაიარა კომუნისტების დროს პატრიარქი იყო პატიაშვილი მეორე რო გამოიცა შევარდნაძის შემდეგ იყო პატიაშვილი მე ცუდ კონტექსტში არ ვახსენებ არაჩვეულებრივი პიროვნება და მე ასე ვფიქრობ მე გამოიარა ისევ შევარდნაძე მეორე გამოიარა ეს ხანა ცოტა არეულობის ხანა ეროვნული ზვიადი იყო ზვიადსაც ვამბობ იმიტომ კი არა რომ დიქტატორი გამოიარა გამორიცხულია დიქტატორი გრამი არ ყოფილა ზვიადი მაგრამ მე ვამბობ რთული პერიოდი გამოიარა ამას გულისხმობ
შემდეგ გამოიარა ის მხედრიო, შემდეგ გამოიარა ნაციონალები. ეხლა ვართ ამ თავრობის ხელში ხო მე კიდე უნდა არავისი არ ლაპარაკო მე უბრალოდ ვამბობ რომ სხვადასხვა ტიპაჟები მოვიდა სხვადასხვა ხალხი იყო სააკაშვილი შევარდნაძე ზვიადი და არ გინდოდა ახლა ამათთან ურთიერთობა და გაწონასწორებული ყოფილიყავ და რაც თავარია პატრიარქმა ეკლესია როგორც ნოემ ისე დაიცვა და სულთა და ლამაზად გამოატარა ამ ქარიშხლებში ზმანოდა და ეხლა როგორ შეიძლება ჩვენ არ ქონოდა პატრიარქს იმედი და ჩადარაჯებული ვიყო რა თქვა პატრიარქმა და ასე შემდეგ ცუდიც რომ ეთქვა პატრიარქს სიტყვაზე ვარ ცუდიც რომ ეთქვა შეიძლება ეს ცუდი რა გაგებით თუ რაღაცა ისეთი ერქვა თქვა არასწორი იქაც უნდა პირიქით შემწყნარებლად უნდა ყოფილიყავით იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეხლა შენ რაზე წოლა პატრიარქს ხო და რაღაცა რომ წამოწდენო და უნებლიეთ ჯერტი არაფერი წამოწდენია და ზოგიერთმა ერთი ამბავი ატეხა აუ რა ამბავი რა ქნა რა თქვა და ასე შემდეგ არ არის ეს სწორი ეს დამოკიდებულება არ არის სწორი ზმანოდა და ჯერ ერთი წვალებლებსაც კი როდესაც წვალებლობას გადაგებდნენ არავინ არ მიუვარდებოდა და ესე უცებ ეთხოვდა შემწვალებელი არამედ წვალებელს დაიბარებდნენ და ითხავდნენ შენ აი ამას ვამბობ რას გულისხმობ ამაში და თუ ის ეკლესიური საწინააღმდეგოს გულისხმობდა აი მე შეგონები და იმ წამსვეც არ ერთხელ შეაგონებდნენ ორჯერ სამჯერ და აი თუ დაადასტურებდნენ რომ ეს არასწორ აზრზე იყო ამის შემდეგ ეკლესია გამოვიტანდა ესეთ განაჩენს რომ ეს ბინევრება არ იმწვალებელი და მათი არ ეს მისი არ ის ამიტომ ეს უკულტურობაა ჩვენ მხრიდან ზმანოდა და როგორ შეიძლება იცნე და ჩადარაჯებული იყო რა სიტყვის და თან გამოდის რომ გიხარია რაღაცა ცუდი თქვას ასე რომ მე ასე განმარტავ ამ მოვლენებს ზმანოდა და ფიქრობ რომ სწორი ვარ თუ ვწდები ერთმა პატრიარქს ზმანოდა და ცოტა გადავუხვიე თემას მოკლედ ძალიან ბევრ სკოლებში ამ დიდებული ეპისტოლეებში კორინთთან ეპისტოლეებში არის ასევე ისე დიდებული ცნება დედაკაც ეკლესიის სწავლების უფლება აი ზოგიერთი რომ ასწავლის და ქადაგებს ამის უფლება დედაკაც არ აქვს ეს არის ახალი აღქმის ცნება შემდეგ და ჩემთვის ძალიან საყვარელი მეორე კორინთთან ეპისტოლეში მეექვსე თავში არაფერი გვაქვს და ყველაფერი გვაქვს ეს საოცარი ცნებაა ზმანოდა და ეს რომ ვიღაცა უბრალო ადამიანს ეთქვა ეს არაფერი სმართა სასაცილო იქნებოდა მაგრამ რადგან პავლე ამბობს რომელიც ყველაზე დიდი მეგობარია ღვთისა და ის გვეუბნება რომ არაფერი გვაქვს მაგრამ ყველაფერი გვაქვს ამის გვეუბნება თუ არაფერი გაქვს ყველაფერს მოგცემს ღმერთი აი მარტო ეს სიტყვები ისეთი დიდი მნიშვნელობისაა ზმანოდა დანო რომ ჩათვალე რომ ეკონომიური ყველას ეკონომიური საკითხი თუ ქრისტიანი ხარ ეკონომიური საკითხი ქრისტიანს არ აწუხებს და თუ აწუხებს აი ეს უნდა გაიხსენოს და თქვას არაფერი გვაქვს და ყველაფერი გვაქვს გახსოვთ ალბათ ეს იმდენად დიდი მცნებაა რომ ბავშვებიც ისე ახიქვამენ რომ ჩემი ელისაბედი რომელიც იყო 5 წლის და მე რაღაცნაირად აი რაღაც ასე დაბეჭი მომივიდა რომ რა არის ეს რაღაცა საჭმელი არ არის ასე გააკეთეთ რაღაცა რა ხდება რაღაცა მომივიდა ეს სახში და გამოვიდა ჩვენ გაგრული გვაქვს ეს სიტყვები ოთახში ელისაბედმა მომკიდა ხელი წამოვალა და მითხრა მამა წაიკითხე არაფერი გვაქვს და ყველაფერი გვაქვს და შევსვა უძლიერესი ახალი აღქმის უდიდესი ცნება შემდეგ ზმანოდა და ასე შემდეგ და აი მე ზუსტად მინდა ეხლა საქმე მოციქულთაში გადავიდე მე-18 თავში თქვენ იცით ჩვენ რაღაცა გეგმა ასე დავისახეთ რომ რადგან დავით აღმაშენებლის უსაყვარლესი წიგნია საქმე მოციქულთა და დავით აღმაშენებელი თქვენ იცით რომ კითხულობდა წმინდა წერილს და მომეტებულად საქმე მოციქულთას კითხულობდა და თქვენ იცით რომ დავით აღმაშენებელი აი წმინდა ცხოვრებას დაფუძნებული ეს კითხვა
ამ საოცარმა თუ წმინდა ცხოვრობ, ეხლა თუ წმინდა დაცხოვრობ და წმინდა წელს კითხულობ, უბრალოდ განათლებისთვის ეს სხვა თემა. თუ შეძლებს და გვარად წმინდა ცხოვრობ და რაც მოგივა სოდვები სინანულში ხარ, ამბობ აღსარებას ეზიარები და პლუს კითხულობ წმინდა წევის მომეტებულად ზმანო და დანო, აი რაც დავით აღმაშენებელს გააკეთებინა ღმერთმა, მას გაგვაკეთებინებს ჩვენ წილს ღმერთს ზმანო და დანო. ამიტომ ჩვენ დავისახეთ მიზნად რომ საქმე მოციქულთა კარგად შევისწავლოთ და უკვე ძალიან მიხარია რომ ზოგიერთი მეუნება როცა რამე გაჭირებაში ვარ 27 თავს კითხულობ საქმე მოციქულთასაო და იქ იცი თქვენ რა დიდი გაჭირება ხდა პავლე მოციქულს და იმ გაჭირებასთან შედარებით ჩემი გაჭირება ძალიან მცირდება. აი რა მნიშვნელობისა 27 თავი. ასევე ჩვენ ზმანო და დანო მეხუთე თავი შეგვიყვარდა, იმიტომ რომ გამალიელი გამოდის მეხუთე თავში შემოდის გამალიელი იხსენიება მეხუთე თავში ზმანო და დანო და ეს მნიშვნელოვანია იმით რომ გამალიელი იყო ძველი აღთქმის ყველაზე დიდი ჟურის მოწყარი და გამალიელი არის ქრისტიანი. ეს უნიშნელოვანესია. და ასევე ზმანო და დანო ჩვენ წავიკითხეთ მე-17 თავიდან ნაწყვეტი პავლე მოციქული რო ათენში ქადაგებს და პირველ საუკუნეში ქადაგებს 22 საუკუნეა და ათენი არის 1200 მართლმადიდებლური ეკლესიით დამშვენებული. ანუ პავლეს ძალა, უბრალოდ ქრისტეს ძალა როგორ ჩანს და აი ზმანო და დანო მე მინდა მე-18 ფრაგმენტი წაკითხოთ, იმიტომ რომ ათენიდან მე-18 თავი არის უკვე კორინთაში ქადაგებს პავლე მოციქული. აი ზმანო და დანო ამის შემდგომ პავლე დატოვა ათენი და მივიდა კორინთოში და ნახე ერთი იუდეველი სახელად აკვილა წარმოშობით პონტოელი და პრისკილა მისი ცოლი იტალიიდან ახლა დაბრუნებული. ეს თავი იმით არის საყვარელი პრისკილა და აკვილას შესახებ ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვიცით. ჯერ ის შეხვედრა ზმანო და დანო რომ პრისკილა და აკვილა ცოლ-ქმარი იყო მეტყავენ ესე კერავდნენ, ხალიჩებს კერავდნენ და კარვებს კერავდნენ. ზმანო და ამ პროფესიის იყო პავლე მოციქული. და თქვენ წარმოიდგინეთ ეს ცოლ-ქმარი კერავს სამკერვალოში კარვებს და მოვიდა და დაჯდა იქ პავლე და დაიწყო მანაც კარვების კერვა და ესე დაუახლოვდნენ ერთმანეთს და აი მე ყოველთვის ვამბობ რომ აი რა არის ზმანო და დანო პრისკილა და აკვილა რა ბედნიერი ხალხი იყვნენ რომ მათ გვერდზე მოვიდა პავლე და პავლე გაიცნეს პავლე ზმანო და დანო კაცი რომელიც ზეცაში იყო ატაცებული ღმერთთან და პავლე ამბობს არ ვიციო ხორცით თუ სულითო. წარმოიდგინეთ პავლე ზმანო და დანო ხორცით რო ყოფილიყო მთელი ეს კოსმოსი ატაცებული რო იქნებოდა ზემოთ და მე ისე რომ ჩამოიყვანდა უფალი ქვემოთ. აი ესეთი კაცი ეჯდა ამ ცოლ-ქმარს გვერდით გაიცნეს და როგორც კი გაიცნეს და პავლე მოაქცია გახდნენ ბოლომდე ქრისტიანი დაყვანისმებელი ქრისტესი და ეწამნენ კიდევაც ქრისტეს გამო და ეს აკვილა გახდა ეპისკოპოსი. კორინთაში მთლიანად მიეცა პავლე ქადაგებას რათა დაემოწმებინა იუდეველთათვის რომ იესო არის ქრისტე. როცა შეეწინააღმდეგენ და გმობა დაუწყეს მოსასხამი დაიბერხა და უთხრა მათ ნახეთ რა დიდებული თავი თქვენს თავზე იყოს თქვენი სისხლი მე უბრალო ვარ ამიერიდან წარმართებთან მივდივარ იუდეველებმა რო არ მიიღეს კორინთაში უთხრა რომ ვერცო ტოვებ მორჩა ტოვებ თქვენ და მივდივარ წარმართებთან დატოვა იქავრობა და შევიდა ღვთისმოსავ სახელად იუსტოსის სახლში სინაგოგის გვერდით ეს მიწდამო და თქვენ ხო იცით პავლეს ერთხელ ნათქვამია ღმერთო ოღონდ იუდეველები ჩემი ერინო გადარჩინეო და თუ კიდე მე წარწმინდეო რა თქმა უნდა აქ გულისხმობდა პავლე იმას რომ ქრისტე არ უნდოდა აქ იმხელა დიდი სიყვარული იყო ზმანო და დანო და ისეც იცოდა რომ თუ ამ სიყვარულისადმი პავლეს ამ სიტყვებს შეისმენდა უფალი და აცხოვნებდა მათ მაშინ ამ დიდი სიყვარულისთვის არც პავლეს დატოვებდა ჯოჯოხეთში ზმანო და დანო აქ არის აი ეგოიზმი სულ ნოლიქონდა ლონდონზე პავლე მოციქულს მანდა და იმდენად უყვარდა თავისერი რასეუნება და თუ უყვარდა თავისერი რატო ეუბნება ამ გტოვებთ თქვენ არა ეს ხერხია პავლესი ნახეთ
ვითომ დატოვა და ადგა სინაგოგის გვერდზე დასახლდა. გამიგე? ვითომ ამათ უთხარ ტოვებთ რომ შეშინებოდათ, მაგრამ გვერდზე დასახლდა. ანუ გადაგებას აგრძელებს და სინაგოგა კრისტოსმა სინაგოგის მთავარმა და მთელი თავის სახლებურობით ირწმუნა უფალიო ძმანო და გამიგეთ ძმანო და ანუ ესე იგი უიმდენად უყვარდა რომ წარმართებთან გადაგებდა, მაგრამ ებრაელებს ვერ ტოვებდა ძმანო და არ შეეძლო რომ მიეღო ეს აზრი რომ ისინი ასე დიდ მადლს ხელიდან დაუშვებდნენ და ძმანო და პავლე მოაქცია მთელი კორინთა და როდესაც დატოვა კორინთა წელიწად ნახევარი გადაგებდა ბოლოს კორინთაში აირდა ყველაფერი და დაიწყეს წოდვიანი ცხოვრება კორინთელებთან. ამიტომ პირველი კორინთელთა ეპისტოლე ესე იწყება: პავლე იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღვთისნებით და სოსტენებით. აი ეს ის თავარია, სხვა სახელი ძმანო და დანო, რომელიც პავლემ მოაქცია და ამით ეუბნება კორინთელებს რომ დაგავიწყდათო მე იუდეველები რომ მოაქციო ისთვის მოიქცენ იგანა მე მოაქციე პრეტექსტი ასეთია არამედ ღვთის მაგლით მოიქცე აბასვანაირად როგორ შეიძლება ქრისტეს ჯულზე მოქცეულიყვნენ ძმანო და დანო იუდეველები და პირველ კორინთელთან პირველ ეპისტოლეში ძმანო და დანო პავლე ძალიან კიცხავს კორინთელებს და პირველი კორინთელთან ეპისტოლე დააკვირდებით არის აი კითხვა სულ და მე აი რა ზალა გადაგებას პავლე მოციქულის ამ ეპისტოლეთი მათ შეინარეს წერილი ძმანო და დანო და დაიწყეს ისე კვლავ ღვთისმიერი ცხოვრება და მეორე ეპისტოლე კორინთელთა არის უკვე ძმანო და დანო დაყვავება სიყვარულზე საუბრობს უფრო აქებს და თან ასევე ძმანო და დანო ცოტა საკრიტიკებს იმიტომ რომ იყო იქ რაღაც ნიუანსებში შეცდომები და აი როგორ მიმართავს პავლე მეორე კორინთელთა ეპისტოლეში მე-11 თავში კორინთელებს შიშო როგორც გვერმა თავის ზაკრობით აცდუნება ასევე არ გაიყვნენ თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ ქრისტეს მიერ სიწმენეს და სიწმინდეს რადგან თუ მოდის ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია გამიგეთ და თუ თქვენ მიიღებთ მაშინ ცუდია და თუ თქვენ არ მიიღებთ მაშინ კარგია სხვა იესო აი რას ნიშნავს ზვანო და სხვა იესო როგორ უნდა იქადაგოს აი ესე როგორც ლათინელები კათოლიკები ქადაგებენ ზვანო და აი ესე როგორც ბაპტისტები ქადაგებენ და აი ესე როგორც სამწუხარო ზოგიერთები შიგნით ჩვენს ეკლესიაში სამწუხარო ეკლესიაში არის ზოგიერთი ასე აზროვნებს და ამბობს რაც სხვას ისეც რაც არის მართლმადიდებლობის გარეთ მაგალითად ამას წინათ მოვისმინე ერთის ასე ვთქვათ დარიგება რომ ამბობს ეკლესიაში არის სამი აზრი ცხოვრების შესახებ ეს როგორ შეუნაწყობა ძმანო და ეს ჩვენ ვამბობთ წამს არა ეხო მაგრამ წამს ერთი წმინდა ისა აგვიარებ ერთსა ნათლისღებას მოსადელებელად წოდოთ აი ცხოვრების შესახებ წამსში ამბობ რომ ვაღიარებ ერთსა ნათლისღებას ანუ ერთს ამბობ და მე ამბობ რომ წამს არისო სამი აზრი და მეო აი ერთ-ერთს ვირჩევ ეს არის სიცრუე ეს არის ზუსტად სხვა ქრისტეს გადაგება ამიტომ ძმანო და ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის კი არა თქვა რას ვამბობ მე რას ამბობს სხვა რას ამბობს ის რას ამბობს ეს როგორ გავიგებთ მაშინ ჭეშმარიტ ჩვენ პავლეც კი ამბობს სხვა რამე რო გიქადაგო ანგელოზიც რომ ჩამოვიდეს რაც გახარეთო ანათემა ანუ არ მიიღოთ ასე რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ის კი არა ვინ რას ამბობს ქრისტიანობას არამედ რას ამბობს ქრისტეს ეკლესია ძმანო და მოცემული წმინდა წერილში მოცემული წმინდა მამების განმარტებით მოცემული და დაფუძნებული 7 სოფლიო კრებაზე და რაც წერია ჟურის კანონში აი ყველაფერი ეს ამის ერთობლიობა
გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამა თუ თემაზე ჩვენ აქედან ხაროთ, აქედან ამოვიღოთ ყველაფერი და არა ჩვენი აზროვნებიდან ზმანოდან და მეც დავიღალე ალბათ თქვენც და ამით ნელ-ნელა ხა მივიყვანოთ მინდოდა ეს წამეკითხა, მაგრამ ახლა დავიღალე შინაგანად და ალბათ თქვენც და დავამთავროთ, ოღონდ მე მინდა ერთი რამის დავამთავროთ ზმანო და დანო, რომ თქვენ ხედავთ მეორე და პირველ და მეორე ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ პავლეს მთელი რიგი ურთიერთობები, აი რაღაცა თანმიმდევრულად მრევლსა და მოძღვარს შორის რა ურთიერთობა უნდა იყოს, ამის შესახებ არის ლაპარაკი და პავლე ასე განსაზღვრავს ამ ურთიერთობას ზმანო და დანო, რომ მღვდელმა უნდა ეპისკოპოსმა სკოლისა და მღვდლებმა უნდა ასწავლოს მრევლს, ჯერ თვითონ უნდა იყოს მღვდელი პატიოსანი, თვითონ უნდა იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი, უპრინციპოდ არაფერს არ უნდა თმობდეს, ანუ თქვა დღეს მართლმადიდებელია და ხვალ კათოლიკი ხდება ზე პროტესტანტი, ეს რა არის ზმანო და დანო, ესე იგი უნდა თავი დაბოს სარწმუნოებისათვის და იყოს პატიოსანი და ასევე ასწავლოს მრევლს ზმანო და დანო. თვითონ ნახეთ აქ ეხლა ძალიან ბევრია და უბრალოდ ვერ ჩავედიე დროში, მეგონა ჩავედეოდი, ამბობს ერთ ადგილზე, რომ მე საერთოდ თქვენ არც გაწვალებდი, არც მე წარმოიდგინეთ თქვენ შემოწირულობასაც კი არ ვაგროვებდი, რომ ტვირთად არ დამწოლებოდით და რომ ტვირთი არ გამხდარიყავთ თქვენთვისო და ამისთვის რომ მე ჩემი ხელობით ჭამდი ხორს, წარმოიდგინეთ. და ჩემი მიზანი ის იყო, რომ თქვენთვის ღვთის სასუფეველი მეხარებინა. მე გადაგავთ თქვენთვის, წარმოიდგინეთ ზმანო და დანო. და თქვენო ზოგიერთ ეს ეუნება, რომ დამივიწყეთო მეო, არ გიყვარვართო და საპასუხოდ აი ესე გულით კივა პავლე მოციქულს, რომ ანუ მე რა მინდა თქვა ზმანო და დანო, რომ ღვთლის და მრევლის ურთიერთობა უნდა იყოს ასეთი, ეხლა მე ცოტა ჩემზე გადმომაგ და ვამბობ, იმიტომ რომ ზოგიერთმა თქვა, რომ რაღაცა კაცრიაო მამა ალექსანდრე საიდან მოიტანეს, ან ურთიერთობაშიო რაღაცაო არ ეფერებაო ხალხს, კიდე გიმეორებთ, რომ არ ეფერები, იმიტომ რომ ჯერ ეს არის წესი, რომ ღვთელი არ მოეფეროს, არ ჩაეხუტოს და არ მოეფეროს იმას, ეს პირდაპირ წესია, პირდაპირ კანონია, პირდაპირ თქვენ გახსოვთ ალბათ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, რომ იყო ერთი ბერი და დედა დიაკონთან მონაზონი და ეს ბერი საცეცხლს რო აძლევდა, არ იღებდა იმის ხელიდან. არამც თუ ჩახუტება და არამც თუ რატო არ იღებდა, იმიტომ რომ ამ საცეცხლის აღების დროს თითი შეიძლება მოხდეს იმის თითს. ესეც კი უცხო ქალის თითებზე ფათური არის სოდო. არამც თუ ჩახუტება და შეიძლება. მე ამიტომ თორე გიგენახებ, მოდ ჩავეხუტოთ. ამას წინ რა უდგას კაცს. მაგრამ წესია ესე. ხო ეს ეკლესია, ეს ხო დისკოტეკა არ არის. ამიტომ ზმანო და დანო, თუ ეს არის პრობლემა, მე კიდე გიმეორებ, თუ ეს იმიტომ რომ წესია ესე. ეხლა არის შემთხვევები, როცა მართლა ჩაეხუტები, ეხლა გამახსენდა მე ჩემი მასში 25 წლის ადამიანი ჩამოვიდა იმიდან ამერიკიდან კი არა, საბერძნეთიდან და ეს კაცი წამოვიდა, მოძღვარი არ ვნახე ამდენი ხანი და ჩამეხუტა და მეც ასე რაღაცა თავზე მოვხეხები და მე და ასე შემდეგ და ეს კიდევ სხვა მე ვარ რომ ესე სისტემატიურად გვაქვს ამას სისტემატური ხასიათი რომ ეს არ შეიძლება და ამიტომ და პავლე ნახე რასეუნება მრევლს ჩემი სიყვარული ის იყო რომ მე თქვენო ჟურს გასწავლით ამიტომ მე ამ ხრივ რა ვიცი ჩემ დონეზე რა შემიძლია
რაც მე შემილია ჩემი გონების გაბარიტების ადამიანმა რამე გადმოვცეთ, ვცდილობ რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ გადაგებაში მოვიტანო ის სულიერი მარგალიტები და გაგამდიდრო. აი როგორც მონდომებით არის ჩემი გადაგებები, მონდომებით ეხლა ზონე რა არის ჩემი გადაგებების ეს დაბალი დონეა, ძალიან დაბალი, მე ასე ვთვლი, მაგრამ ის მონდომება, ის შრომა, რასაც მე ვახსოვ, ზმანოდა და რასაც ვახსოვ, დაბალი დონე როგორ მე მარგალიტები მომავალ, ის არ არის დაბალი დონე, როგორ გადმოვცემ ამას. ზმანოდა დანო, აი აქ დაინახეთ ის შრომა, დაინახეთ ის დიდი მისწრაფება რომ მე ვცდილობ ამას და ეს ჩათვალეთ ჩახვდება. მეტი კანონი ჩვენ არ გვაძლევს ამის საშუალებას ზმანოდა დანო რომ კაცი და ქალი ერთმანეთს ეხუდებოდნენ. ზმანოდა დანო კიდევ ბევრი რამ მინდოდა, მაგრამ როგორც პავლე მოციქული ამბობს, სხვა დროს იყოს თუ ვიცოცხლეთ და მე დაგმოცოთ და ჩულის ჯვარი არის სად